თუ გუშინ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს საზოგადოებაში ყველაზე აქტუალური თემა იყო ბრიტანული სანქციები და ის რომ დასავლეთმა როგორც იქნა დაიწყო მოქმედება საქართველოში და აი ეს ხუჟი მარყუჟი ვიწროვდება ბიძინა ივანიშვილის არა მაინც და მაინც სქელი კისრის გარშემო რამდენადაც აი ესეთი უტიფარე თავის გარშემო ხო უტიფარი ბიძინა ივანიშვილის გარშემო ეს იყო ძალიან აქტუალური თემა მით უფრო იმის გათვალისწინებით რომ ქართული რუსული ოცნების ბანდამ კობახიძემ პაპუაშვილმა ყველა ვინ გინდა რამ ხო ვინ გინდა რა გინდა რამ ხო ყველამ დაიცვა ტელეკომპანია იმედი იმიტომ რომ ეს არის მთავარი საყრდენი ბურჯი სვეტი მათი ხელისუფლებაში ყოფნის ერთ-ერთი მთავარი სულ მინიმუმ და რეალურად კი ალბათ კი ყველაზე მთავარი იმედის გარეშე ხო წარმოუდგენელია რომ ესენი ხელისუფლებაში დარჩნენ ბიძინა ივანიშვილიც კი დაესწრო პოლიცსაბჭოს თუ მთავარი საბჭოს თუ ჯანდაბა საბჭოს სხდომას ამ ბანდიტური ორგანიზაციისა სახელმწიფო გადატრიალების მომწყობი ქართული ოცნებისა სახელმწიფო გადატრიალება მან მოვაწყო 2024 წლის 28 ნოემბრიდან და ამ პერიოდში 28-29-30 ნოემბერს აგრეთვე პირველ 2 და 3 დეკემბერს ისროლა გამოიყენა მაღალი ალბათობით ქიმიური იარაღი. ბიძინა ივანიშვილიც კი ამ ბრაზურასავით გადაეფარა ბანდიტურ იმედს ტელეკომპანია პროპაგანდისტურ არხს და თქვა რა თქოს ხო ამან დაცქვა და სხვებას თქვის რაღაც იმედის ბანკს შევქმნით როგორ შექმნიან რაღაცა იქით რაღაც შეუტევთ ბრიტანეთს ხო უტევს კიდეც ირაკლი კობახიძემ დღეს საოცარი მორიგი კატასტროფული განცხადება გააკეთა გამოაქვეყნა რაღაცა დავარიგებთ ფულს როგორღაც მოვახერხებთ და თავისუფალ ბჭყალებში დასაკვირველია ჩვენ და ჩავსვათ მედიას შევინარჩუნებთ და ასე შემდეგ მოკლედ ბიძინა ივანიშვილის კონტექსტში და საქართველოს კონტექსტში ყველაზე საინტერესო რასაკვირველია იყო და არის ეს თემა ისევ როგორც გუშინ წინ იყო პირობითად გუშინ წინ განათლების მკვლელობა იმის წინ რომელიღაც რუსული კანონი იმის წინ კიდე რაღაც რუსული კანონი რეპრესიები ტროტუარზე როგორ იჭერდნენ ჯარიმებს როგორ უწევდნენ ადამიანებს პოლიტპატიმრების ამბავი ზიამაღლობელისა ზვიადრატიანისა ანდრო ჭიჭინაძისა სხვებისა ის რასაც ჩადის ბოლო არ ვიცი მე მგონი 13 წელიწადია 14 წელიწადია მაგრამ კარგი თუ გრებავთ ცოტა უფრო მოგზალებულები ვიყოთ 3-4 წელიწადია საქართველოს de facto ხელისუფლება ეს ხომ ყოველდღიური ჩვენი დინამიკაა და საქართველოს ხელისუფლების ამოცანაც არის ამგვარი რომ მრავალ ნახეთ რამდენი არ ვიცი ამას რა ჰქვია ხო არ განახებთ მაინც და მაინც მოკლედ აი ამ სავარცხელს აქვს ბევრი ეკალი ხო ბევრი დასავარცხნი ეს ჯოხუკა ხო რამდენი ჯოხუკაც აქვს ამ სავარცხელს იმდენი ფრონტი აქვს გახსნილი საქართველოს de facto ხელისუფლებას არა მხოლოდ ქართული საზოგადოების არამედ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მოკლედ ყველაზე აქტუალური ამბავი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი გუშინ წინ გვიმის წინ ერთი კვირის წინ ერთი თვის წინ ერთი წლის წინ და ასე შემდეგ იყო და არის საქართველოს de facto ხელისუფლების ქმედებები გახსნის ერთ ფრონტს ვუპასუხებთ მეორე ფრონტს გაგიხსნის ისე ვუპასუხებთ და მე შენს იბნევი კი არა იღლები იმიტომ რომ წარმოუდგენელია რომ რუსულ ამ ოპერაციას და ეს რუსული ოპერაციებია გაუმკლავდნენ სათანადოდ და ჯეროდა ერთი ფრონტი რომ გახონდეს გახსნილი 2 3 5 ჯანდაბას 7 ჯანდაბას კიდე მოერევი მაგრამ მათი ამოცანაა რომ დაგაბნიონ 70-80 ფრონტი ერთდროულად გაგიხსნან შეტევა განახორციელონ შენზე და ამით დეზორიენტაციაც მოახდინონ მაგრამ ახლა მე რო არ დავიბნე კი არა მე რო არ გამექცეს სიტყვა სხვა თემაზე თუ გუშინ იყო სწორედაც რომ ბრიტანული სანქციები ყველაზე აქტუალური დღეს იცით რა თემაა დღეს სოფლიო თემაა ყველაზე აქტუალური და ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის საქართველოშიც იცით თქვენ რომ ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა როგორც იქნა გადაწყვიტეს ერთობლივი სპეცოპერაცია სამხედრო ოპერაცია ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ რომლის ამოცანაც ყველა სხვა ამოცანათა შორის ანუ ეს არის ბირთვული პროგრამის გაჩერება ეს არის რაღაცა რაკეტების წარმოების გაჩერება უამრავი ამოცანაა 3-4 თლად უამრავი არა მაგრამ თავარი ამოცანა როგორც ჩანს არის აიათოლა ალი ხამენეის რეჟიმის ჰამენეის დასრულება პერსონალურად და მისი რეჟიმის დასრულება ამის ნათელი დადასტურება ის განცხადება რომელსაც აკეთებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი
ბიბი ნეთანიახუ, რომელიც ამბობს, ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა დაიწყეს ერთობლივი ოპერაცია ირანის რეჟიმის მხრიდან მომავალი ეგზისტენციური საფრთხეების აღებულ საფრთხელად და რომელ მომავალ ეგზისტენციურ საფრთხეებზეა საუბარი ბირთვულ პროგრამაზე, რასაკვირველია, რომელიც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ვერ გააჩერეს ამ არბიდა შეբეშალოს და ამ 10 თვის წინ 12 დღიანი შეტევის დროს და მათ შორის ფორდოს ბირთვული პროგრამის განადგურების პერიოდში თუ დროს და აი ამაზე მიანიშნებს და ამაზე საუბრობს რეალურად ბიბი ნეთანიახუ. მისი თქმით, ეს ერთობლივი ქმედება შექმნის და ეს არის უმნიშვნელოვანესი, უნდა მივაქციოთ ყურადღება არა მხოლოდ სიტყვებს, არამედ სიტყვასა და სიტყვას შორის გაკეთებულ უხილავ აქცენტებს, ვიტყვი ასე, შექმნის წინაპირობებს, რათა მამაცმა ირანელმა ხალხმა საკუთარი ბედი თავად განკარგოს. მიაქციეთ ყურადღება, ბედი როგორ შეიძლება განკარგოს დიადმა ირანელმა ხალხმა და ირანელი ხალხი, ისევე როგორც ირანი, როგორც სახელმწიფო კულტურით, ისტორიით, ტრადიციებით, კულტურით, ისტორიით არის მსოფლიო მნიშვნელობის, მსოფლიო საგანძური, ვიტყვი ასე. მაგრამ როგორ შეიძლება განკარგოს მსოფლიო საგანძურის მფლობელმა ხალხმა თავისი ბედი და მომავალი როგორ შეიძლება განსაზღვროს, თუ არ მოიცილებს მკვლელების ხაზგასმით ვამბობ და ნათლად ვამბობ მკვლელების რეჟიმს, რომელმაც ცოტა ხნის წინ ერთი თვე არ არის მგონი გასული 36, 37, 40-ის რაც ვიცით და რეალურად ალბათ მეტი ადამიანი დახოცა ირანის სოფლებისა და ქალაქების ქუჩებში, ორღობეებში, ქუჩებში, ქალაქებში, სახლებში დახოცა ადამიანები 40 ხო, უკაცრავად მეტია გასული ცოტა. იმიტომ 40 გავიდა, იყო საოცარი კადრები გაავრცელეს მათ შორის ჩემმა კოლეგებმა ჭირისა, როგორ დაიტირეს ადამიანებმა, მათ შორის ცეკვა თამაშით, როგორ დაიტირეს ადამიანებმა ცეკვით, როგორ დაიტირეს ადამიანებმა საკუთარივე გარდაცვლით აღუპულები. ხო და ირანის გენიალურმა ხალხმა, დიდმა ხალხმა, როგორ უნდა დაიბრუნოს საკუთარი ბედი, როგორ უნდა განკარგოს საკუთარი ქვეყანა და საკუთარი ბედი, თუ არ მოიცილებენ აიათოლა ალი ხამენეის. აიათოლა ალი ხამენეის რომ მოიცილებენ, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ოპერაცია არ დაიწყებოდა და წინააღმდეგ შემთხვევაში ბიბი ნეთანიახუ ამგვარ განცხადებას უბრალოდ არ გააკეთებდა, მაგრამ ამის გარდა არის ძალიან მნიშვნელოვანი სხვა აქცენტები, აკი გითხარით რომ უნდა მიაქციოთ აქცენტებს სიტყვასა და სიტყვას შორის ჩასმულ კი არ ჩასმულ სიტყვებს מחვილებს, ამოსუნთქვებს თუ გრებავთ ვიტყვი ასე, ყურადღება ძალიან დიდი და ერთ-ერთი ვინც უსერიოზულესი ჩემი აღკვით განცხადება გააკეთა, არის ირანის უკანასკნელი შახის, ანუ 1979 წელს გაგდებული შახის მემკვიდრე რეზა ფეხლევი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ ირანის მამაცი ხალხისთვის აღქმული დახმარება უკვე ადგილზეა. ეს არის და ნახეთ რას ამბობს ფეხლევი. ჰუმანიტარული, ის არ უწოდებს ამას სამხედრო ინტერვენციას, ის უწოდებს ჰუმანიტარულ ინტერვენციას. ბოდიშს ვიხდი, რა შუაშია ეს ჩვენი ადგილობრივი ჭიაყელა ბიზინა ივანიშვილი, მაგრამ ბიზინა ივანიშვილი ხომ რუსული პროექტია, ხო? და ბიზინა ივანიშვილი ხომ ამბობს იმას, რომ აი მე რაღაცა სუვერენული ქვეყნის დე ფაქტო მართველი ვარ და სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაში კი საქმეებში ვერ ჩაერევა ვერავინ. მისი კობახიძეები და ისინი ამბობენ, ცხადია, ვერ ჩაერევა. თუ სუვერენული ქვეყანა არის თვითყოფადი ქვეყანა და ამავდროულად მსოფლიო გლობალური თამაშის წესებს იცავს, ხო, ბუნებრივი არც უნდა ჩაერიოს, მაგრამ ირანის სუვერენული ქვეყანა, მაგრამ 40,000 კაცს ხოცავს მისი ლიდერი. არა, ბიზინა ივანიშვილს არავინ არ დაუხოცავს, ასე პირდაპირ მნიშვნელობით მით უფრო 40,000 კაცი და არ დაუხოცავს, არც დაუხოცავს, მაგრამ არც დაულოცავს, როგორც ალი ხამენეი ლოცავს ხოლმე და არც დაუხოცავს, როგორც ალი ხამენეი ხოცავს ხოლმე. მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ ბიზინა ივანიშვილი პრინციპში იმავე ნავშია, რა ნავშიც არის პუტინი, ლუკაშენკა, რა ვიცი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, ალი ხამენეი, სხვები და სხვები. ეს არის ჰუმანიტარული ინტერვენცია, ამბობს რეზა ფეხლევი და მისი სამიზნე ისლამური რესპუბლიკა, მისი რეპრესიული აპარატი და მკვლელი მანქანაა. ნახეთ, მკვლელი მანქანაა და უკიდებლად საქართველოს კონტექსტში მკვლელია თუ არა პირდაპირი მნიშვნელობით.
ადამიანებისა, მოქალაქეებისა ბიძი და ივანიშვილის რეჟიმი ის მზადმყოფია სულ მინიმუმ რომ ჩაიდინოს ნაკლები მასშტაბით დანაშაული მასშტაბით, თუმცა არა ნაკლები სიმძიმით დანაშაული ჩვენს ქვეყანაში, ოღონდაც კი გადარჩეს. პრინციპში ალიც იმისთვის რომ გადარჩეს, ძალაუფლება შეინარჩუნოს, ამიტომ სჩადის დანაშაულს ირანელი ხალხის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ირანი არის გენიალური სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი წერი იყო საუკუნეების წინ და საუკუნეების განმავლობაში, რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, ირანი თავისი ისტორიით, თავისი კულტურით, თავისი მსოფლიო კულტურაში შეტანილი წვლილით არის გასაფრთხილებელი კი არა, ესეთი აი ბაჯაღლო სახელმწიფო და მის წინააღმდეგ არა, არამედ მისი ხელისუფლების წინააღმდეგ, ხაზგასმით უნდა ვთქვათ, მისი ბანდიტური ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც არის 47 წელიწადია მართავს ქვეყანას, ანუ 79 წლის შემდეგ იბრძვის მთელი ცივილიზებული და დემოკრატიული სამყარო და უყურეთ რას ამბობს სწორედ ფეხლევი, სწორედ ჩვენ ირანელიერი დავასრულებთ დაწყებულ საქმეს ამ გადამწყვეტ ბრძოლაში და ხალხებს და ერებს სწორედ იმ ქვეყნებში მოსახლე ხალხებსა და ერებს აქვთ თავარი როლი დაკისრებული მამაზეციერის მიერ, მეთქი ასე ვიტყვი, რომ თავის ქვეყანას თავად შეეხიდონ, თავად მიეხმარონ, თავად შექმნან, გამოძერწონ თავიანთი ქვეყნები ქართველებსაც დაგვეხმარებიან, ჩვენ არ დაგვეხმარებიან, მაგრამ არ ვიცით ხო, მაგრამ ჩვენ უნდა ვქნათ ჩვენი მყოფობადი, ჩვენ უნდა შევქმნათ ჩვენი ქვეყანა. ფეხლევი ამბობს, ქუჩებში დაბრუნების დრო ახლოა, იყავით ფხიზლად და ჩვენ გეტყვით, როდის გამოხვიდეთ ქუჩებში საბოლოო მოქმედებისათვის ამასობაში. სწორედ ირანმა იერიშები მიიტანა ისრაელზეც და ისრაელის მიმართულებით 30 მინიმუმ ბალისტიკური რაკეტა გაფრინდა და ზოგმა მიაღწია, ამდენად ვისი ზოგმა მიაღწია კიდეც მიზანს. რამდენიმე წუთის წინ შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლებმა ირანის ქალაქ ბუშერში არსებულ სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. ირანის დე-ფაქტო ხელისუფლების კი არა, ხო, დე-ფაქტო ხელისუფლების შეგვიძლია ვთქვათ, აიათოლას განადგურება იქნება მთავარი, ძალიან რთული საკითხია ეს. ჩვენ სულ მუდმივად ჩვენც საყვედურობდით შეერთებულ შტატებს პირველ ყოვლისა და ისრაელსაც, რა ვერ დაიწყეთ ეს ობიექტების დაბომბვა, რა ვერ დაიწყეთ ეს სამხედრო ოპერაცია, არ არის ესე მარტივად, იმიტომ რომ სულ მინიმუმ ალბათ სწორი სიტყვა, მაინც ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე შეიძლება დადგეს ირანი. სულ მინიმუმ აი უხეშად 94 მილიონია მოქალაქე, 90 მილიონია მოქალაქე. 2 მილიონი კაცი რომ დაიჯრას, სადაც კი გაიხედავს იქითკენ თურქეთისკენ, სომხეთისკენ, აზერბაიჯანისკენ, საქართველოს არ არის მოსაზღვრე, მაგრამ სომხეთის ან აზერბაიჯანის, მაგრამ უფრო სომხეთის გავლით საქართველოსკენ სულ დაიძრეს 30,000 კაცი. ჩვენთვის ხო უმძიმესია მართლა კობახიძე კი არ გიშველით ქართული ოცნების მომხრეებს მიუმართავან გევიშველის თუ გნებავთ ყველას ერთად ასე ვიტყვი, კობახიძე ხო მოუმზადებელია ბიძი და ივანიშვილი ჩაიმალება თავის ბუნკერში აბასთუმანში და აი უკვე ნაღდათ აღარ გამოიხედავს არც პოლიტ თუ თავარი საბჭოს კენდა საბჭოს სხდომას თუ თავარი საბჭოს სხდომას არ დაეცდება თუ პოლიტ საბჭოს რაბიშნელობა აქ ბანდიტურ დაჯგუფებას რას დავარქმევთ. ჩვენ შეიძლება გვყავდეს მსხვერპლი. ეს ხშირად ხდება ომში, მაგრამ ჩვენ ამას მომავლისთვის ბიჭო, გაიგეთ რას ამბობს დონალდ ტრამპის სიტყვებია. ჩვენ შეიძლება გვყავდეს მსხვერპლი, მაგრამ მომავლისთვის ვაკეთებთ, გაიგოთ უნდა ყველა. მსხვერპლი ძალიან მძიმეა. როგორ შეიძლება თვალი უნდა დახუჭო და არ უნდა გაახილო, როგორც კი ამას წარმოთქვამ და მე იაზრებ, როგორ შეიძლება საერთოდ მსხვერპლზე ლაპარაკი. უკრაინამ მართლაც როგორი ჭყალებში დანაშაული ჩაიდიდა ჭყალებში. ზელენსკიმ რო წავიდა მსხვერპლზე, მაგრამ მსხვერპლზე წავიდა, ანუ უპასუხა რუსეთს, უფრო ზუსტი რომ ვიყოთ, ხო? რომ ემან რაღაც პროპაგანდისტურმა იმედმა და პოსტი მარ დაჭრან, მოჭრან და ასე შემდეგ. მაგრამ კარგად ჰქონდა გასიგრძე განებული უკრაინის ხელისუფლებას მაშინაც და ახლაც აქვს. მსხვერპლი იქნება გაცილებით მეტი. თუ შენ დამოუკიდებლობას დაკარგავ. მსხვერპლი წლების და ათწლეულების განმავლობაში იქნება გაცილებით მეტი. არა მარტო იმიტომ, რომ რუსეთი დაგიხოცავს აქ რაღაც შენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს. არამედ იმიტომაც, რომ რუსეთი რო დაიწყებს ომს სადღაც
მერე უკვე წაასხავს შენს ჯარისკაცებსაც, შენს ახალგაზრდებსაც და უკრაინელებსაც ეგრე გაუკეთებდა, ხო? დაიწყებდა ახლო აღმოსავლეთში თუ უკრაინაში არ დაიწყებდა, ის დაიწყებდა რუსეთი ომს სხვაგან და შესაბამისად მსხვერპლი იქნებოდა, უკრაინელებსაც წაიყვანდა, მსხვერპლი იქნებოდა, აბა რუსებს ხო არ გასწირავდა. ხო, თუ აქ ახავს მისი სატელიტი სახელმწიფო საქართველოსთან იმართებაშიც იგივე ეს თქმა შეიძლება. დონალდ ტრამპი მიუმართავ ირანელ მოქალაქეებს დარჩით თავშესაფრებში მოცემულ ეტაპზე არ დატოვოთ თქვენი სახლები, რადგან გარეთ საშიშია ბომბები ყველგან. ჩამოსვიდება პირველი არმია მსოფლიოში, ამერიკის შეერთებული შტატები, პირველი ქვეყანა მსოფლიოში, ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ჩანს, დამუხრუჭებას არ აპირებს. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრებს, შეიარაღებულ ძალებს და მთელ პოლიციას ვეუბნები მკაცრად. თქვენ უნდა დაყაროთ იარაღი, ანუ გადაწყვეტილება მიიღო, ესე ვიტყვი, ტიპმა, ხო? და მიიღოთ სრული იმუნიტეტი, ან ალტერნატიულ შემთხვევაში შეეგუოთ გარდაუვალ სიკვდილს. რატო გადაწყვეტდა შეერთებული შტატები, როგორ ფიქრობთ? კოცნო. როგორ ფიქრობთ? რატო გადაწყვეტდა ამ ოპერაციას ესე დაგვიანებით, ესე გააჭიანურა, მაგრამ აი რატო? ესე იგი მას 100%-ზე მეტი ალბათობა, მეტი ხო არ არსებობს. მას აქვს, არ არსებობს უადასტურებ. მას აქვს 500%-იანი გარანტია იმისა, რომ ამ ყველაფერში გაიმარჯვეს ისევ და ისევ. ტრამპი 16 წუთი კი ამოიწურა ამასობაში. თავისუფალი ირანის მსურველ მოქალაქეებს, როდესაც ჩვენ სამხედრო ოპერაციას დავასრულებთ, გადაიბარეთ თქვენი მთავრობა, ანუ თქვენი ქვეყანა. ის თქვენ ხელში უნდა აიღოთ. აი, ესეც დამატებითი მადასტურებელია ალი ხამენეის, გიბოდიშებ ცხადია, მის კომაგებს დედა აღარ ახავს. ეს სავარაუდოდ თქვენი ერთადერთი შანსი იქნება მომდევნო დონალდ ტრამპი ხანდახანზე ხშირად ამ ბოლო პერიოდში ხანდახანზე ხშირად თუ ყოველთვის არა ამბობს ხოლმე ჩემი მოსაზრებით ისტორიულ სიტყვებს. ეს ერთ-ერთი ისტორიული პასაჟია ამ გენიალური სიტყვისა, როცა ის ამბობს. ეს თქვენი ერთადერთი შანსი იქნება მომდევნო თაობების განმავლობაში. არ გადაიბარებთ, განადგურდებით და ქვეყანა აღარ იქნებით. და ასეა ჩვენს შემთხვევაშიც, ჩვენს კონტექსტშიც ასეა. არ გადავიბარებთ, არ ჩამოვაყალიბებთ ჩვენს მთავრობას, არ გავუფრთხილდებით ჩვენს სუვერენიტეტს, მართლა სუვერენიტეტს და არა კობახიზისეული გაგებით სუვერენიტეტს, ჩვენ დაგვერხება და ეს ბოლო შანსია, მეთქი როცა ვამბობ ჩვენთვის, მეც ვამბობ ამას, სწორი ბრძანებაა, ბოლო შანსია ხალხო. ბიზინა ივანიშვილი თუ ვერ მოვიცილეთ, ჩვენი დამოუკიდებლობა მინავლდება და გაქრება და 25 თუ 47 წლის შემდეგ ვეღარ გამოვაცხადებთ დამოუკიდებლობას. ჩვენ გავანადგურებთ მათ რაკეტებს და მათ სარეკეტო ინდუსტრიას მიწასთან გავასწორებთ. ის სრულიად აღიქმება პირისაგან მიწის ანახეთ. საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებასაც რეგიონულ კონტექსტში როგორ უკაცრავად ზმნისთვის და ერხევა პუტინის მოკავშირე მაკაბოჭორიშვილი, აი ამბობს ესეთ რამეს, ხო? რომ აი როგორ იმედის დასანქცირებით როგორ სუსტდება რუსეთი. მაკაბოჭორიშვილმა ეს წესით უნდა იცოდეს, თუმცა ბოლომდე დარწმუნებული არა ვარ. სადაც რუსეთი სუსტდება, ირანში ერთ შემთხვევაში, სომხეთში დასუსტდა კი არა, განადგურდა პრაქტიკულად, იმიტომ რომ ფაშინიანმა ძალა მოიკრიბა. ალიევმა გაანადგურა რუსული გავლენები აზერბაიჯანში, სირიაში ბაშარ ალ-ასადის გაგდებით დასრულდა ან შესუსტდა, უფრო დასრულდა რუსული გავლენები. ოკეან გაღმა, ოღონდ სამხრეთით ვენესუელაში განადგურდა რუსული ინტერესები და რუსული გავლენები და საქართველოში ვინც რუსეთის ტირაჟირებას ახდენს, იმედი ხომ ახდენს რა მერე ამას რომ პასუხობს მაკაბოჭორიშვილი. მერე რა რომ სამთავრობო არხიაო. ხო, მერე კი გადააკეთა, მოაკეთა, მაგრამ მაინც ხო დასუსტება რუსეთისა არის ტელეკომპანია პროპაგანდისტური არხი იმედის განადგურება, დასანქცირება, მოდი ასე ვიტყვი, თორე იმაუწყებლებს და ეს მნიშვნელოვანი ამბავია. ხო, აღიგვება მიწისაგან პირისა და რუსეთი დასუსტდება უკვე სამხრეთით და საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებისათვის არ არის კარგი ამბავი ირანის აიათოლა ალი ხამენეის რეჟიმის განადგურება. ისევ დონალდ ტრამპი ხო რამდენი რამე უთქვამს მასშტაბური და უწყვეტი ოპერაცია, რათა ამ ბოროტმა და რადიკალურმა დიქტატურამ ამერიკას საფრთხე
ესეც მნიშვნელოვანი პასაჟია. ამერიკას საფრთხე ვეღარ შეუქმნას. ბიძინა ივანიშვილიც თუ გულახდილები ვიქნებით, რამოდენიც არ უნდა გადაეფაროს ირაკლი კობახიძე მას, ან ირაკლი კობახიძეს ვინმე სხვა ამბრას უკასავით. ბიძინა ივანიშვილიც ამერიკას საფრთხეს უქმნის აქ, ამ ქვეყანაში. 20 ხნის წინ შეერთებულმა შტატებმა ირანში დაიწყეს ძირითადი საბრძოლო ოპერაცია, ის რეჟიმი სრულად განადგურდება. ჩვენ გავანადგურებთ მათ სამხედრო საზღვაო ფლოტს. არ ვიცი. მეტი რაღა უნდა ვთქვათ კიდევ წავიკითხოთ. რა ვიცი. ხო, მე არ მithქვამს. ხო, თუ აგითხარით არ მახსოვს. რა ჰქვია ამ ოპერაციას. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და არა მხოლოდ მან მიიღო გადაწყვეტილება სამხედრო ოპერაციას კოდური სახელწოდება დაარქვას და ამ კოდურ სახელწოდებას ჰქვია, იგა იცი ხო რა ჰქვია? ლომის ღრიალი. ახლა მე ის მეტრო გოლდენ მაიერია ხო? თუ აღარ მიუმაძავ ლომის ღრიალით არ ვიქნები გამორჩეული. ხო, მეტრო გოლდენ მაიერია და არ გაჩვენებთ, თუ გაჩვენოთ, ხო, აი როგორ ღრიალებს ლომი, მეტრო გოლდენ მაიერის ეს ლოგო, ყველას გემახსოვრება, თუმცა ალბათ სხვა საწყისები აქ აღარ მიძიებია. სიმართლე გითხრა, ალბათ კი ალბათ სხვა საწყისები ექნება, მაგრამ მაინც ეს გამახსენდა ლომის ღრიალზე ყველაზე უფრო. ხშირად კი არა, ყველაზე გამახსენდა სწორედ ეს, როცა წავიკითხე ეს კოდური სახელწოდება, გავეცანი ამ კოდურ სახელწოდებას. ხო, პარტნიორები პუტინს უსუსტდება მინიმუმ. მე მგონია, რომ ალი ხამენეი ბაშარ ალ-ასადის კარის მეზობელი გახდება უკვე უახლოეს მომავალში და არც თუ შორეულ მომავალში ესე ხელს ჩასჭიდებენ ერთმანეთს ბაშარ ალ-ასადი, იანუკოვიჩი, ბაშარ ალ-ასადი და ალი ხამენეი ეს არა ყოფილი პოსტსაბჭოთა სივრციდან და ყოფილი პოსტსაბჭოთა სივრციდან მათი სართულის თუ კარის მეზობლები იქნებიან ბიძინა გრიგორიჩი და ის იანუკოვიჩი. ხო, კიდე სხვების რა საკვირველია, მაგრამ ახლა სხვებზე აღარ გავამახვილოთ ყურადღება. ჯერ კიდევ ბელარუსში პროცესების დაწყებამდე, ხო, კიდევ შორი არა, რამდენიმე ალბათ წელიწადია. ნახვამდის.